რა ხდება სტიქიით დაზარალებულ კახეთში და როგორ მიმდინარეობს დახმარების დარიგების პროცესი? კურიერი შეკითხვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი უპასუხებს. საღამოშვიდობისა ბატონო თენგიზ. საღამოშვიდობისა. ბატონო თენგიზ, ჩვენ ვნახეთ კადრები, რომ საკმაოდ ხმაურით მიმდინარეობს ეს კომპენსაციების დარიგება კახეთში. მოსახლეობის ნაწილი არის უკმაყოფილო, მათ საკუთარი თავი ვერ ნახეს სიებში. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი არის ის, რომ 28,500 ბენეფიციარიდან, რომელზეც დაგეგმილია კომპენსაციების გაცემა, ჯერჯერობით დღევანდელი დღის მდგომარეობით გადაცემული არის მხოლოდ 2700 ოჯახის სია. ეტაპობრივად მოხდება გადაცემა, მაგალითად ჩვენ ამ კვირაში კვლავ გეგმავთ დაახლოებით 2000-ზე მეტი ბენეფიციარის გადაცემას და სისტემატურად 2-3 დღის პერიოდულობით მოხდება სიების გადაცემა, რადგან საბოლოო დაუსტევა მიმდინარეობს გარკვეული მაჩვენებლების. ასე რომ ის რომ მათ ვერ ნახეს საკუთარი თავი 28,000-იანი სიიდან 3,000-იან სიაში, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა ბატონო თენგიზ, მოსახლეობის პრეტენზიები აქვს ძირითადად სოფლის გამგებლებთან და რწმუნებულებთან, რადგან მათი მტკიცებით სიების შედგენა მათი მითითებით და შერჩევით მოხდა. ჩვენთან დღეს მთელი დღის განმავლობაში რეკავენ მოქალაქეები და ისინი აცხადებენ, რომ კომპენსაციებს აძლევენ მათ, ვინც არ ცხოვრობენ ადგილზე და მხოლოდ ჩაწერილები არიან. აი, რა მექანიზმებია დაუშვათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს? მინდა გითხრათ, რომ ამ კომისიებს, რომელიც შეიქმნა კახეთის 5-ვე რაიონში 97 კომისია მუშაობდა სულ და ამას უზრუნველყოფდა ადგილობრივი თვითმმართველობა, ამოცანა იყო, რომ კონკრეტული ოჯახი, რომელმაც გასწია ხარჯი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებისთვის, უნდა მიიღოს შემოსავალი და შესაბამისად მას მიადგა ზიანი, უნდა აღწერილიყო ეს ზიანი. ამ შემთხვევაში ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყო მესაკუთრე, ზოგიერთ შემთხვევაში იყო ფაქტობრივი დამამუშავებელი ამ მიზნისა, მაგრამ ამოცანა იყო ის, რომ ვისაც მიადგა ზიანი იმის გამო, რომ სტიქიის გამო დაუზიანდა მოსავალი და ვერ მიიღო შემოსავალი, აღწერილიყო და რაც თავარია, ყველა ამ აღწერის აქვს თავად დაზარალებულის ხელმოწერა, ანუ ის ამოწმებს, რომ კომისიამ აღწერა ის ფართობები და ის პროცენტული დაზიანებები, რომელიც არსებობდა იმ შემთხვევაში. თუმცა თანხის სიმცირეზეც საუბრობენ დაზარალებულები და აცხადებენ, რომ ზარალი გაცილებით დიდი იყო. იცით რა არის თანხის სიმცირეზე საუბარი თქვენ სიუჟეტში ერთმა ადამიანმა თქვა 150 ლარი, მეორე 670, მესამე 3700. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ თანხის სიმცირე ზოგადად ასეთ ცნება ვერ იარსებდა. არსებობდა ინდივიდუალური დათვლის მექანიზმი, რაც ეფუძნებოდა თავად ამ ოჯახის მიერ ხელმოწერილ აქტში დაფიქსირებულ კულტურის სახეობების მიხედვით ნათესების და ნარგავების ფართობებს, დაზიანების პროცესს, შემდგომ ყველასთვის ერთიანად განისაზღვრა საშუალო მოსავლიანობები, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოამზადა, ასევე ღირებულებები, დაანგარიშებული იქნა მთლიანი თანხა, გამორიცხული იქნა ის თანხა, რომელიც კომპენსაციის სახით გაიცა 1 ოქტომბრამდე, ან სხვა თანხა, რომელიც მათ შეიძლება მიიღეს დაზღვევის ან სხვა ფორმით და შესაბამისად განისაზღვრა თანხის მოცულობა. ანუ ის მაჩვენებლები, რომელიც შეეხება მოსავლიანობას და ფასს, ანუ ის სამუშაოები, რაც თბილისში ჩატარდა, ყველასთვის ერთიანი იყო. ხოლო ადგილზე აღწერა ხელი მოაწერეს თავად იმ კომისიასთან ერთად, რომელმაც ჩაატარა ეს აღწერა. გასაგებია, შეიძლება გადაიხედოს ეს სიები, ანუ გაგრძელდება თუ არა ამ სიების ფორმირება? ამ 28,000 ბენეფიციარისთვის ეტაპობრივად ასეკროლია ისაზღვრება და გადაეცემა ეს ფონდ ქართულს, რომელიც შემდგომ ახორციელებს თანხების გადარიცხვას. ყველა დამატებითი შემთხვევა ასეკროლია ხალვეზისგან არ არის დაზღვეული, როდესაც 97 კომისია მუშაობს ძალიან მცირე დროში ახდენს სამაღწევლობით სამუშაოებს. თუ რაიმე ხალვეზები იყო ამ კომისიების მუშაობაში და დამატებით ადასტურდება, რომ ვიღაცას ეკუთვნის ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სოფელში რადგან ნაწილმა მიიღო, მაგალითად სოფლები იყო ნათქვამი რუისპირი, ვარდისუბანი, კურდღელაური, ჩვენ მაგალითად რუისპირში 429 ოჯახი ყავს განსაზღვრული, ვარდისუბანში 322 და კურდღელაურში 1322. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ამ სოფლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ამ სიაში არის, რადგან ისინი მოხდნენ სტიქიის ზონაში, ისინი შესაბამისად აღწერილი იქნა მათი ზარალი და ზარალი აღმოჩნდა დადებითი, იმიტომ რომ იცით, რომ ზოგიერთმა ოჯახმა მიიღო 500, 1000 და 1500 ლარი და ზოგიერთის ზარალი ნაკლებიც კი იყო, ვიდრე ეს თანხა იყო, ან ზოგიერთი მიახლოებული, რაც შესაბამისად გამოირიცხა და ზოგიერთისთვის განისაზღვრა როგორც ნოლი, ვთქვათ, დახმარების ოდენობა. შესაბამისად, ინდივიდუალურ რეჟიმში ყოველგვარი დამატებითი ნერვების მოშლის და აქციების გარეშე მე მინდა ვიმედოვნო, რომ ეს აქციები არ არის რაღაცნაირად სპეკულირებული ვინმეს მიერ, მე ვიტოვებ ამის იმის ჯერ კიდევ და არ მინდა რომ დამჩეს თავისწილება, რომ ვინმე იყენებს ამ სპეციფიურ სიტუაციას
სიტუაციას. მაშინ, როდესაც ჯერ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის მონაცემებია გადაცემული და ძალიან მცირე ნაწილის მოსახლეობის თანხებია გადარიცხული, უკვე სპეკულირება რომ ვიღაცა სიაში არ არის, როდესაც ამ სიების საბოლოო ვერსია მხოლოდ ჩვენ სამინისტროში არის დღეს, გამგეობებშიც კი არ არის. გამგეობებს ჩვენ გავაგზავნეთ მხოლოდ ამ ხუთივე რაიონში ჩამში 2700 მოსახლეს. ანუ ეს სიები ადგილზე არ არსებობს და შესაბამისად სპეკულირება ამ სიებით ავტომატურად აჩენს საფრთხეს იმის ვარაუდს რომ ვიღაცა ამით სპეკულირებს. დიდი მადლობა და ბოლოს რომ დავაკონკრეტოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მოსახლეობას აინტერესებს. ძირითადი ნაწილი დასრულდება 60 კვირაში, თუმცა ცოტა უფრო მეტად დასაზუსტებელი შემთხვევებისთვის ალბათ ეს გაგრძელდება 5-6 კვირა. ძალიან დიდი მადლობა კურიერის შეკითხვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი პასუხობდა. მადლობა. ეკონომიკის სამინისტროში სოციალურად დაუცველი